საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელთა ნაწილი გვიდასტურებს, რომ ვანო ზარდიაშვილი დატოვებს თანამდებობას, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენ სახელმწიფო ელექტროსისტემიდან ჯერჯერობით არ მიგვიღია. ერთი რაც დაგვიდასტურეს არის ის, რომ ზარდიაშვილის მოადგილედ ოფიციალურად უკვე გადაიყვანეს დავით ვარდიაშვილი, ანუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დღეიდან უკვე დავით ვარდიაშვილი იმუშავებს. ვანო ზარდიაშვილი ჯერჯერობით ისევ ოფიციალური ინფორმაციით არის შვებულებაში. მისი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რა როგორი იქნება და როდის დაწერს ის განცხადებას ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურება ჩვენ ამაზე არ გვაქვს. დავით ვარდიაშვილი, ვინც ზარდიაშვილის მოადგილედ დანიშნეს, ამ დრომდე იკავებდა გაზისა და ნავთობის კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2025 წლიდან. შესაბამისად, ახლა ეს ადგილიც ვაკანტურია, ვის წარადგენს ეკონომიკის მინისტრი ჯერჯერობით სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მოგვისმენია ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეუბნებიან და არიციან ზარდიაშვილის შემცვლელი იქნება თუ არა დავით ვარდიაშვილი, რომელიც ასევე მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა, თუმცა ის ახლა გადაიყვანეს სწორედ ელექტროსისტემაში. ჯერჯერობით თავს არიდებს ქართული ოცნება საკადრო გადაადგილებებზე საუბარს. ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ხა რომელი თანამდებობის პირი შეგულებაში მიდის თუ საერთოდ რა გადაწყვეტილებას აპირებს, ამ ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, შეეხება საკადრო საკითხებს, ნუ უნებრივია რომ ეს არის სასახად ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. ივანიშვილის ოცნებამ სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაუშვა ზარდიაშვილი და მოიყვანა ვარდიაშვილი და ცდილობს ამით ერთ ადამიანზე გადატეხოს ჯოხი იმ ჩაბნელებაზე, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში. ეს გათიშვა არა ზარდიაშვილის, არა ვარდიაშვილის, არა მდინარაძეების, არა კობახიძეების, არამედ ივანიშვილის პასუხისმგებლობა. სწორედ ივანიშვილის ბიტკოინების ფასს ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან გაძვირებული დენის ტარიფით. ავარიული გათიშვა საქართველოში მოხდა, მაგრამ სემეკის თავმჯდომარე კვლავ დავით ნარმანია. აი 14 წლიანი საკადრო პოლიტიკაზე ვინ არის პასუხისმგებელი თუ არა ბიძინა ივანიშვილი? ელექტროენერგიის კრიზისზე შეიძლება ითქვას საკითხზე ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან რამე პასუხისმგებლიანი პასუხი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თითოეულმა ჩვენგანმა გავიგოთ სიამტლეში რა ხდება და რა მოხდა, რატო ჩაბნელდა და ჩამობრნელდა თელს საქართველოში. ჩვენ ვესაუბრეთ გედევან ფოფხაძესაც, რომელიც იყო თანაგუნდელი ვანო ზარდიაშვილის, როდესაც პარლამენტში ერთად იმყოფებოდნენ და გვიყვება რა ურთიერთობა ჰქონდა მდინარაძე ზარდიაშვილს, რომ იყვნენ ახლო მეგობრები და მდინარაძე ყოველთვის მფარველობდა ზარდიაშვილს. იხსენებს იმ შემთხვევასაც, როდესაც პარლამენტში ბოლოს იყო დაპირისპირება სწორედ მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, როდესაც ზარდიაშვილი დაუპირისპირდა ბესელიას და მის თანამოაზრებს, რომ მდინარაძე ამ დროს სწორედ ზარდიაშვილს ლობირებდა და მხარს უჭერდა, თუმცა ახლა გვეუბნება, რომ როგორც არ უნდა შეეცადოს მდინარაძე ზარდიაშვილის დაცვას, თუ ივანიშვილს დასჭირდება, მაშინ მისი მითითებით შესაძლოა პატიმრობაში გაშვებულიც ვიხილოთ ვანო ზარდიაშვილი. ნერძე მე მგონი ვეღარავის არ დაიწყოს, თვითონ დასაცავია ხა, შემის უნდა უჯიკო, შენ თვითონ საჯიკებელი ხარო. იმერული სკიზები რო გავიხსენოთ, მაგრამ ახლა აქ თავი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გარემო არ არის. ხო, ერთ კაცს ვიღაცას რაღაცა ეწყინება, ვიღაცები მობეზრდება და იწყება უბრალოდ ამ ხალხისგან პოლიტიკური ველის გაწმენდა. ამ ადამიანისთვის ივანიშვილი არის მეწველი ძროხა, ჩვეულებრივი, რომელსაც რძე თუ გაუთავდება, მე ჩვეულებრივ დაკლავენ. არის მათ ნათესაური ურთიერთობაც აქვთ, გარდა ამისა ისინი ყოველთვის ერთ ბმაში განეხილებოდნენ, როცა იყო კონფლიქტი ჩვენსა და ზარდიაშვილის შორის, მდინარაძე აქტიურად უჭერდა მხარს. ამ ყველა ეტაპზე მას სულ მხარდაჭერას უცხადებდა და ჩვენ მქონდა მაგაზე სატელეფონო საუბარიც, ასე
იმას რო პირისპირდებით, მეც მიპირისპირდებით, რომ მაგითო და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, გამოისარჩილა ერთხელ თავის პროტესტს და ბუნებრივია ეს ორი ადამიანი ერთნაირად მათ უნდა განვიხილოთ, მაგრამ მე მგონია რომ ყობახიძისთვისაც უხერხულია ცვლილებები მიუხედავად იმისა, რომ ყობახიძესაც არანაირი სენტიმენტები არავის მიმართ არ აქვს და ვერ გეტყვით რომ დიდად პალიში თავი ჩარგოს და პირილი დაიწყოს ზარდაშვილის და მდიანძის გამო, მაგრამ მისი პოზიციების შესუსტებასაც რა თქმა უნდა ეს რაღაცა დონეზე გამოიწვევს. რას ეწირება ვანო ზარდიაშვილი, ჩვენ მასთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა პარასკევს, როდესაც გვითხრა რომ საუბარი არ უნდოდა და ამის შემდეგ დაზუსტდა რომ ის არის შვებულებაში. ამის შემდეგ ამ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ვანო ზარდიაშვილი არც ჩვენ სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს აღარ პასუხობს, როგორც უკვე გითხარით, ასევე ველოდებით სუსიდან ინფორმაციის დადასტურებას. გამოიკითხა თუ არა სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი მანამ სანამ შვებულებაში გავიდოდა, როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, უკვე დამატებით მოგიყვებით რა ხდება ზარდიაშვილის ირგვლივ.